საშუალება loft-ი იმყოფება compound ობიექტებში, ვინაიდან მიღება ობიექტების ხდება shape-ების, ანუ ხაზების გამოყენებით. მაგალითად დავხაზოთ circle. Rectangular. The star. Line-ით ფრონტში დავხაზოთ ხაზი. მოვნიშნოთ ეს ხაზი. გადავიდეთ geometry channel-ში და compound ობიექტებიდან გამოვიყენოთ loft. Get shape ღილაკის მეშვეობით, ანუ მისი გააქტიურებით, შეგვიძლია მიუთითოთ ერთ-ერთი ფორმა, ან ვარსკვლავი, ან წრე, ან ოთხკუთხედი. დავდგებით Z და მოვნიშნავთ მაუსით. შეიქმნება პროფილი. ეს მოქმედება გავს თუ შევადარეთ bevel profiles, ანუ ხაზს პროფილად გავაყოლეთ ვარსკვლავი, რომლის მოქმედება დაწყებულია საწყისი წერტილიდან, ანუ ნულოვანი წერტილიდან. ვინაიდან ხაზი დავხაზეთ ზემოდან ქვემოთ, ამიტომაც მისი საწყისი ათვლის წერტილი ითვლება ზედა მხარე. ნოლიდან მოქმედება იწყებს გამომდინარე იქედან, რომ პათს ველში აღნიშნული იყო 0. მაგალითად, თუ ჩავწერთ აქ სხვა რიცხვს, გავიმეორებთ get shape და აღვნიშნავთ რომელიმე პროფილს, მაგალითად წრეს, მაშინ შემდეგი დაბოლოება 20%-დან გაგრძელდება წრის ფორმით. ანუ საწყისი ნულოვანიდან იწყება ვარსკვლავით, 20%-მდე ნელ-ნელა გადადის წრეში და დაბოლოება სრულდება ისევ წრით. თუ აღვნიშნავდით ისევ ვარსკვლავს, ფორმა დარჩებოდა უცვლელი, მაგრამ ფიქსირებული იქნებოდა 0-დან 20-მდე ვარსკვლავი. ანუ თუ შემდეგ ჩავწერდით მაგალითად რიცხვს 40 და get shapes გავაკეთებდით დაუშვათ ისევ წრეზე, მაშინ ფორმა იქნებოდა შემდეგი. 0-დან 20-მდე იქნება ვარსკვლავი, ხოლო 20-დან 40-მდე თანამიმდევრობით გადადის წრის ფორმაში. ასეთი მეთოდით შეგვიძლია ახალი რიცხვის ჩაწერის შედეგად და get shape-ის გამოყენებით ყოველი მანძილისათვის მიუთითოთ ჩვენთვის სასურველი პროფილი. და ბოლოს დავასრულოთ დაუშვათ 100%-ით წრის ფორმით. ფორმის მიღებაში მონაწილეობა მიიღო ხაზმა და პროფილებმა და შედეგად მივიღეთ loft ობიექტი. ეს არ არის მოდიფიკატორი, ვინაიდან modify channel-ში თუ ვიხილავთ დავინახავთ, რომ მისი პროგრამული დასახელება არის loft-ი, რომლის შემადგენელი ნაწილები არის shape და paths. რატომ ითვლება loft-ის გამოყენების შემთხვევაში ჩანაწერი რიცხვი პროცენტად? ვინაიდან იქნება ჩართული ჩამთველი percentage, ჩანაწერი გულისხმობს პროცენტს. საერთო სიდიდიდან, ანუ რამ სიგრძეც არის ხაზი. მაგალითად, თუ ჩავთვლით, რომ ხაზი არის 1 მეტრის სიგრძის, ყოველი ჩანაწერი რიცხვი ჩაითვლება, რომ არის ამდენი სანტიმეტრი. თუ გადავთავთ დისტანციაზე,
მაშინ მითითებული რიცხვი იქნება უკვე არა პროცენტული მაჩვენებელი, არამედ უშუალოდ მანძილი. ასეთ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რამ სიგრძეს არის ხაზი, რომ მიზანმიმართულად გამოვიყენოთ ეს ჩამრთველი. გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, get shape-ის გამოყენებით. მივუთითოთ ვარსკვლავი. 40%-მდე უცვლელი დავტოვოთ ვარსკვლავის ფორმა. ოდნავ შევცვალოთ მაჩვენებელი, დავუშვათ 40.4 get shape. მივუთითოთ ამ შემთხვევაში ახლა წრე. სამოცამდე იყოს ფიქსირებული წრე. ოდნავ მოუმატოთ და გავაგრძელოთ ვარსკვლავით და ქმედება 100%-მდე დავამთავროთ ისევ ვარსკვლავით. მივიღებთ შესაბამის ფორმას. აქ აღსანიშნავია, რომ პროფილები შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო სწორ ხაზზე, არამედ ნებისმიერ ფორმა ხაზზე იქნება ეს შეკრული წრედი თუ შეუკრავი ფორმა. მაგალითად შესაძლებელია line-ით დავხაზოთ ასეთი ფორმა. და ამაზე გამოვიყენოთ lofty. ხაზი იქნება მხოლოდ ფორმა, რომელსაც გაყვება ის რიცხული ჩანაწერები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ.